ანუ ნახეთ ზუსტად სურათების ჩვენი დავალების მიხედვით, ხო? აი სახლის აიკონი გადმოვწერთ, რაღაც ბავშვებია, რაღაცეებია. ესე ის აგერ გადმოვწეროთ home icons ან რაღაცა ჩავწერთ, აქ children's ან ბავშვებზეა საუბარი და მარჯვენა ღილაკით ეს save images მივუთითოთ და აგერ ჩავსვათ აი აქ. კი ბატონო, ეხლა ნახეთ, უკვე სურათები გვაქვს, გამზადილი გვაქვს მასალა, ამიტომ ეხლა ჩვენ თქვით რომ აი ნახეთ ეხლა რა ხდება თუ აი თლად თავში გვინდა დავიწყოთ, ჩვენ თქვით რომ კურსორი სადაც სიმციმებს იმის ზემოთ არ ავდივართ, რატო? იმიტომ რომ აქ სხვა რაღაცა სიტუაციებია, ხო? ეს ჩვენ ავხსენით header-ი და footer-ია. აზით ავწევთ, ხო? შეგვიძლია აქედან ავწიოთ და მოდი მაშინ რახან ესეა border-ის bottom-იც გავაკეთოთ, ანუ ნახეთ, ესა border-ი გავაკეთოთ page-ის, ანუ ნახეთ. აი აქ ჩვენ თქვით რომ აქედან შეგვიძლია შევიდეთ borders and shading-ში და აი აქ ნახეთ, ეს border-ები ტექსტებზე შეიძლება გავაკეთოთ და აი აქ არის page border-ი. აქედან ნუ რაღაც მოვძებნოთ მსგავსი. ანუ მთლიან ფურცელზე, ხო? ხო, ეს არის მთლიან ფურცელზე, რაღაც დაახლოებით ესეთი სტილი არტებში არის ეგ, არტებში იქნება, აქ ჩანახატებში. დაახლოებით რაღაც ასეთ მოჩუქურთმებული რაღაცა ეს იყოს მაგალითად, ბევრი რო არ ვეძებოთ. და აი მივიღეთ page border-ი. ეხლა ჩვენ აი გვინდა შემოვიტანოთ, აი სადღაც აი აქ. ამიტომ მოდი გავიმზადოთ ჯერ თუ გნებავთ ეხლა აი ეს shape-ები, სადაც უნდა ჩავაგდოთ. შეიძლება პირდაპირად შემოვიტანოთ, ხო, ეგეც ვიცით, რომ პირდაპირ შეგვიძლია შემოვიტანოთ სურათი. მაგრამ თუ ეხლა პირდაპირ რა განსხვავება არის ეხლა თქვათ აი პირდაპირ შემოტანასა და აი ამით შემოტანას შორის. ის განსხვავება არის, რომ მაგალითად აი ესეთ რაღაცას რო გავაკეთებთ აი აქ პირდაპირ შემოვიტანთ, ხო? აი ნახეთ, დიდი სურათია და აქ ჩავარდება, ხო? და მე ეს უნდა შეიძლება ესე გააკეთო ეს ყველაფერი, მაგრამ როცა ამაში გინდა ჩააგდო, რომ ბარემ იყოს გამზადებული. ანუ მე ისე ვქენით ეგან როგორც და ხო, გასაგებია, მაგრამ ეს ჩვენ ავხსენით და აი ვიდეოში ახსნილი იყო, რომ ეხლა ესე დიდად რო არ ჩავარდეს სურათი და პირდაპირ აი ამ ზომის გინდა იყოს. შემოვიტან shape-ებიდან ესეთი ოთხკუთხედი რაღაც შემოვიტანით და მე აქ რო ჩავარდეს, ეხლა ხო დაინახე ეს შემოტანილი მქონდა, მაგრამ აქ არ ჩავარდა. იმიტომ რომ აი ამაზე მარჯვენა ღილაკით უნდა დავაწყაპუნოთ და აქ გავაკეთოთ add text. ანუ დავამატოთ აქ შიგნით. დამატება მოვახდოთ, add არის დამატება. ამის შემდეგ შემოვიტანთ სურათს და აი ნახეთ პირდაპირ აქ ჩავარდება, აი. ამის შემდეგ ესე იგი ფონი მოუხსნათ, არ გვინდა. ნახეთ აქ format menu გაჩნდა. მე ახლა ეს იმიტომ რომ აი ამ ჩარჩო მაქვს მონიშნული და იმისთვის არის ეს format menu. სხვაგან თუ დავაწყაპუნებ, ანუ ეს არ მექნება მონიშნული, ის format menu აღარ მექნება აი აქ. ამიტომ აი ამ ჩარჩოზე დავაწყაპუნებ, format-ში შევალ და აი აქ ნახეთ shape fill-ში no fill. ან თუ სხვა ფერის ჩარჩო მინდა, აგერ ავირჩევ, მაგრამ ამ შემთხვევაში no fill. ჩარჩოც არ გვინდა და აი აქ იქნება ესეთი რაღაცა. shape outline და no outline და ჩარჩოც არ იქნება, მაგრამ მოდი იყოს ჯერჯერობით ჩარჩო დავტოვოთ, რომ ვიცოდეთ რომ აქ რაღაც ეგეთი ხდება. ობიექტი გვაქვს და მეორე გვინდა აქეთ სურათი. აქაც ავიღოთ ეს ჩარჩო, რომ იყოს გამზადილი, რომ პირდაპირ აი აქ ჩავაგდოთ და არ ვაპატარავოთ და მთელი ამბები არ მოვახდინოთ, აი აქ insert-დან picture და აი აქ გვინდა აი ეს. ამიტომ ჩავარდა აი აქ. ამასაც ახლა მოვხსნათ ფონი, მოვნიშნოთ, ფორმატში გადავიდეთ, shape outline და no outline. აი ესეთი რაღაცა გვაქვს. იყოს ჯერჯერობით აი ეს გამზადილი ესე. და შემდეგ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. შემდეგ ეტაპზე ეს არის ტექსტები, ნახოთ. აი ეგ სადღაც ჩავაწყაპოთ. ართულად რო ჩავწეროთ ტექსტებია შეიძლება. კი ბატონო, რა პრობლემაა, კაცო? უბრალოდ ახლა აქ ნახეთ როგორ არის შუაშია, ხო? ამიტომ მოდი ახლა ჩავაწყაპუნებ ახლა მე სადღაც აი აქ. მოდი გადავიდეთ აი შუაში და თავში. მოდი აი აქ თავში ჩავაწყაპუნებ და შუაში გადავიდეთ. შემდეგ ნუ რაღაც კედლის გაზეთი, კლასის კედლის გაზეთი მაგალითად. ჩვენი კლასის კედლის გაზეთი. აი კი ბატონო, ასე იყოს, აჰა. მაგრამ ნახეთ რაზეა საუბარი. ეხლა მე რო აი აქ ქართულად ნუ მოვნიშნავ, გინდაც აქედანაც, გინდაც აი აქედან შრიფტს გავზდი. საქმე იმაშია, რომ ქართულში
მაინდა-მაინც არ არის აი ეს ესეთი რაღაცეები რა, ანუ არ იცვლება. შრიფტი არ იცვლება, ხო რა? ან თუ მაშინ უნდა ჩაყარო ისა, არის ესეთი რაღაცა, ნახეთ, გაჩვენებთ ახლა. Fonts.g არის ეგეთი საიტი. დახილობაში ცვლის? არა, ნახეთ fonts.g. აი აქ გადადით და აქ არის ქართული ფონტები. აი მაგალითად ნახეთ, ესე ახლა საქმე იმაშია, რომ თუ ეს ყველა იმაში არის, ყველა კომპიუტერში ხა ყველას არ ექნება ხო ესეთი რაღაცა. ამიტომ იქ შეიძლება იმ კომპიუტერში ეგრე არ გახსნას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ბეჭდის დროს მაინც შენ კომპიუტერში ახან გექნება. ეხლა მე ნახე ამ ფონტზე შევედი, ეს ფონტი უნდა გადმოვწერო. აი გადმოწერას დავაწექი, აი გადმოიწერა. მე შევალა აი აქ ფონტებში. ამას დაზიპული ფაილია, განვაარქივებ, ან მარჯვენა რედაქს დავაჭერ Z და extract. შემდეგ აი აქ განზიპა მოხდა. ამას გინდა ორჯერ წკაპით თუ ინსტალი არ მომცა, ეხლა დავაკოპირებ ამას, copy. აი აქ ნახე. Copy და შემდეგ შევალ control panel-ში. Control panel-ში და ფონტებში. ანუ ეს უნდა ჩავაგდო ფონტებში, ნახეთ. აქ არის ფონტი. ეხლა ნახეთ იმისთვის რომ დარწმუნდეთ რომ აქ მართლა არ არის, აი ქართულ ფონტებში ნახე. მარტო ეს არის ცადუსხური და აკადნუსხური და აკადმთავრული. ეს ორი ქართული შრიფტი მაქვს. აი აკადნუსხური, აკადმთავრული. მეტი არა მაქვს. ეხლა ვნახოთ რომ ჩავაგდებ, მაშინ რა ქვია. აი ფონტები გავხსენი, ნახეთ შევედი control panel-ში, მოვნახე ფონტები. აქან ჩანს რომ მარტო ორი ფონტი მაქვს, აკადნუსხური და აკადმთავრული, აგერ წერია. მარჯვენა ღილაკიდან paste გავუკეთებ აი იმას, იმ ფონტს. და აი დაემატა ქართული ფონტი კიდე აი ეს. თუ არ ვწდები, ეს უნდა იყოს. ნახოთ ახლა აი აქ გადავიდეთ. ჩამოვშალოთ აქედან და ნახოთ აბა რა დაემატა, აი წუთი. წესით. შემოვიტანე კი. აი მოდი აბა ერთი ახლიდან გავხსნათ კიდე. წესით ესე უნდა ჩააგდო. ეხლა რაც როგორც გავაკეთე მე, ესე უნდა ჩააგდო ფონტი რა, შრიფტი. აი მოდი აქეთ გადმოვიტანოთ ეს და დავინახოთ. აი? აი მუშაობს. იქაც იყო ეგ. ხო, იყო, კი ბატონო, ნახოთ აბა. ესეთ უნდა იმოქმედოს. აი? კი ბატონო. გავამუქოთ და ესე რა, ესე უნდა და მე ახლა ეს რო გადმოგიგზავნოთ თქვენ, ესე ვერ გახსნით ამას, იმიტომ რომ ეს ფონტი თქვენთან არ იქნება ჩაგდებული. მაგრამ უბრალოდ რო გააკეთოთ და ამობეჭდოთ იმისთვის, კი ბატონო, აგერ არის გამზადილი. ჩვენ სხვა რა მაგალითად ინგლისურად რო დავწეროთ იგივენაირი, ანუ მაგალითად მაგის მეტი რა არის ინგლისურისთვის ბევრია აი აქ. არა, ინგლისური შრიფტით რო დავწეროთ, როგორც ქართული შინა არსის. ხდით, ანუ ხო, კი ბატონო, თუ იმუშავებს ეს ფონტი, თუ არა და სხვა ფონტი უნდა ნახოთ მე მაგის მეტი რა არის აქ. ხო, სხვა ფონტი თვითახი. ინგლისურისთვის. მოკლედ ესე იგი ფონტი მოვარგეთ რაღაც ესეთი აი აქ და გავაგზავნოთ ახლა ჩვენი საქმე. შემდეგზე გადავიდეთ, ნუ რაღაც ესეთი ტექსტებია ეგ და ქვემოთ არის ნახეთ ტექსტი, სადაც მე უკვე მოთავსებულია რაღაც ნიშნები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოდი ახლა ეს გავაკეთოთ, აი ჩარჩოში რაც არის. პირველი აქ ბევრი ვარიანტია, ნახეთ, მოდი ტექსტები ესე რომ ხელით არ ვწეროთ. აქ არის ესე ვისაც არ გაქვთ შეკითხვები, მიკროფონები გამორთეთ მეგობრებო. ნახეთ რა ხდება. ესე იგი ტექსტებზე რო არ ვიწვალოთ, აქ არის ესეთი სავარჯიშო ტექსტები, ალბათ გაჩვენებდით კიდეც lorem ipsum ესე ქვია. lorem ipsum, აი ესეთი სავარჯიშო ტექსტებია, გადავალ ამ საიტზე და აქედან ავიღებ ტექსტს. რომ ბევრი არ ვიწვალოთ ტექსტებზე. და ეს თქვენს გამოიყენეთ ხოლმე მე.
სავარჯიშოდ გამოგადგება. აი ესეთი, მოდი თავარი ინგლისურზე გადავიდეთ. აი ეს მეტი არ გჭირდება. და ესე იგი ჩვენ ვაკეთებთ ამ მონაკვეთს, აი ამ მონაკვეთს. პირველი აქ ეხა თვითაც ეს ახალი პროგრამა გაქვს 2019 წლის Word-ი მაქვს მე. აქ არის ესეთი რაღაცა. თუ პირდაპირ ეხლა დააკოპირეთ თქვენ. ტექსტი დავაკოპირე Lorem Ipsum. უბრალოდ ხო? Lorem Ipsum საიტიდან, ხო, აი აქ. ტექსტი დავაკოპირე, მომნიშნე და მარჯვენა ღილაკიდან კოპი. თუ ეხლა ესე მონიშნა გაგექცათ ვინმეს, როგორც გასწავლეთ, პირველ სიტყვაზე დააწყაპუნებთ, შემდეგ Shift-ზე დააწვევით და არაუშვებთ ხაზს და შემდეგ ბოლო სიტყვაზე დააწყაპუნებთ. მოინიშნა მარტივად. ანუ ეს ტექსტი უბრალოდ ტექსტია, ხო, არაფერი. ხო, არაფერი ტექსტი, ეს არის სავარჯიშო ტექსტი, უაზრო ტექსტებია, რაღაცა უბრალოდ სავარჯიშოთ არის. შემდეგ, გადავიდეთ აი აქ და ნახეთ, ახლა ამის გაკეთების ორი ვარიანტია ჩარჩოში. პირველი ის რომ თუ ტექსტს ჩააგდებთ, აი ტექსტს ჩააგდებთ. უნდა მოვნიშნოთ ეს ტექსტი და გადავიდეთ აი აქედან და outline borders, აი აქ. და ჩავსვათ. მეორე ვარიანტია ესეთი. გადმოვიდეთ მარცხნივაკეთ და აქ ესეთი რაღაცაა, შეხედეთ, insert-იდან არსებობს ესეთი text box. text box-ები. ეს ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ სადაც თქვა უბრალოდ ტექსტი ვერ მიუდგება, ჩვეულებრივ ეს კურსორით ჩასმული ტექსტი ესა ნელია ასაკრებად. აი ეს ძალიან მარტივია. ნახეთ აი ესეთი ჩარჩოში მოხდება, ჩვეულებრივ ეგრევე გამზადებულია ჩარჩო. და უბრალოდ აქაც ტექსტია რაღაცა, ამ ტექსტს წაშლით და თქვენ ტექსტს ჩაწერთ რაც გინდათ. მიხვდით? პირდაპირ ჩარჩოს გამოვიყენებთ. აი ჩვენი ტექსტი ჩასმულია, всё. ორი ვარ გინდა ესე გამოგიყენებიეთ, გინდა ესე გამოგიყენებთ. უბრალოდ ეხლა ნახეთ აქ რა ხდება, აქ პირდაპირ ფორმატი აქვს ამას. ეხლა ეს ხო ჩვენით გავაკეთეთ და აქ ნახეთ, აქედან მივუთითეთ. ამათ შორის ის განსხვავებაა, რომ აი ამას აქვე ფორმატ მენიუ აქვს დამატებით, სადაც გადახვალ და სტილებსაც აირჩევ და 1000 რაღაცას აქედან ფონსაც იქაც კი გააკეთებ ფონი, იქაც შეგიძლია გააკეთო ფონი აი ამაზე, ამ წინა შემთხვევაში, მაგრამ აქ პირდაპირ ფორმატ მენიუ აქვს და აქედან შეგიძლია რაღაცები დამატებით გააკეთო. ანუ ორივე ვარიანტია. ეს პლუს კიდე ამას, აი ახლა ნახეთ ამის გადაადგილება, ახლა ნახეთ მოუხერხებელია, ხო? სადმე თუ გინდა ამის გადაადგილება ვერ გააკეთებ ამას, მაგრამ აი ამას ნახეთ შეგვიძლია ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. ამასთან მიმართებაში ესეთი მოუხერხებელია. აი აქ ეხლა რაც ეს რომელია, ეს არის insert text box-ებიდან წამოღებული აი ეს. და ამისთვის ფორმატირება შესაძლებელია. მიხვდით პლუს კიდე აი აქ ეს დამატებით ეს აქვს, სადაც მოკიდებ ხელს და გადაადგილებ სადაც გინდა ნებისმიერ ადგილზე ჩადებ. სადაც გინდა დაიმაგრ. მიხვდით? აი ეს ამ ტრანსფორმაციის და ესეთი მანიპულირების საშუალება აქვს და ეს უბრალოდ მაგით ჯობია, ასე ვთქვათ. თუმცა თუ ეს არ ვიცით, კიდე ერთხელ ავნიშნავ, ჩავაგდებ ტექსტს, მოვნიშნავთ და შემდეგ აი აქედან ჩამოვშლით და outside borders მივუთითებთ. ეს გასაგებია, ხო კი ბატონო? მოკლედ აი ამასაც მოურჩით. პლუს თუ სხვა ის აქვს, ჩარჩო აქვს, მე ამასაც ნელ-ნელა მივყვებით, აი აქაც ნახეთ. სხვადასხვანაირი ჩარჩოებით არის. შემდეგი ნავიჯია უკვე აი ეს პატარა ჩარჩოები. ესენი. ეხლა ნახეთ აქ რა ხდება, აქ მომრგვალებული კუთხეები აქვს, ხო? აი ეს. მომრგვალებული კუთხეები. ეხლა ეს როგორ ავიღოთ? ამისათვის გავაკეთებთ შემდეგნაირ რაღაცას. Insert-ში შევალთ, აქ shape-ებში არის აი ეგეთი რაღაც, აი ეს, ნახეთ, მრგვალ კუთხეები ან rectangle rounded corners. ანუ დამრგვალებული კუთხეებით. მოკლედ აი ესეთნაირად. აქაც ახლა ნახეთ ეს კურსორი ამის იქით არ მიდის, ეს რო არის, აი ეს გამოწვევა. ამას მოვკიდებთ ხელს, გავწევთ აქეთ, თუმცა აქაც რაღაც დარღვევები. თავიდანვე გავასწორებთ მოკლედ ამას რა. და მაგასაც გეტყვით გაკვეთილის ბოლოს. მოკლედ კუთხეებიანი აი ეს როგორც აქ არის. თუ რაღაცა მარტომაგრაფასაც ხო მივწევთ გვერდზე. არ არის პრობლემა, კი ბატონო, მაგას გეტყვით ზუსტად ყველაფერს მაგას. ეხლა გავყვეთ დავალებას და გეტყვით. აი ნახეთ. ზუსტად ეს ავიღეთ. ეხლა აქ. უბრალოდ ეს ფონი არ გვინდა, ხო? შესაბამისად აი აქ ფორმატში გადავალთ, ჩამოვშლით. აი აქ და no fill. ნუ შავი ჩარჩო აქვს, ჩამოვშლით outlines და თუ არ გვინდა ჩარჩო ზოგადად no outline, თუ არ დაგრე შავ ფერზე გადავალთ და მივიღებთ შავ ჩარჩოს. აი ხა ნახეთ რა ხდება. ტექსტი რო ჩავწეროთ შიგნით აუცილებელია, როგორც გითხარით, მარჯვენა ღილაკი Z და add text. აი ხა ნახეთ რა ხდება.
ტექსტი წერა დაიწყო შუა ადგილიდან, რომ კურსორი აქ წიმწიმებს. ამიტომ ზემოთ რო ავიტანოთ, აქ არის align ტექსტი, ჩამოვშლი და top. აი ზემოთ. top-ზე ავიღე და აი ზემოთ წავიდა კურსორი. ახლა აქ მარცხნივ რო გადავიდეს, ან კლავიატურიდან backspace-ი, ან აგერ home menu-ში არის ესეთი რაღაცა. აი აქედან მარცხნიდან დაიწყოს. აი, წავიდეთ. ეხლა ტექსტს ავკრიბავ, რა თქმა უნდა, ტექსტი იკრიბება, მაგრამ არ ჩანს, რატო არ ჩანს თუ მიხვდებით აბა? ხო, თეთრი ფერით არის დაწერილი და თეთრი არ ჩანს. ამიტომ გადავიდეთ ან format menu-ში, ან აქვე ჩამოვშალოთ ეს და შავზე გადავიდეთ, აი შავი. გამოჩნდა ტექსტი. ნუ ტექსტი მოდი ჩვენც რაც გვაქვს ჩავაგდოთ ეს ჩვენი დაკოპირებული ტექსტი, ბარემ და აი აქ არის ესეთი რაღაცა, სათაური და პლუს სახაზავები და რაღაცები. ნუ სათაურად მოდი ეს ერთი ეს სიტყვა გამოვიყენოთ, მოვნიშნოთ და ეს არავითარი თაბით და ხო, შუაში ოღონდ უნდა გადავიტანოთ არავითარი კლავიატურის საშუალებით. არამედ აი აქ, ამღილაკით, აი გადავიდა შუაში. როგორც ეს განცხადების ფორმა ხო ჩაგიგდეთ მე თქვენ განცხადების წერა რო გავაკეთეთ. იქ გამოვიყენეთ აი ასეთი რაღაცები. შემდეგ აქ უნდა შემოვიტანოთ მარცხნივ და მარჯვნივ სურათები. კი ბატონო, ისევ გამოვიყენოთ shape-ი, აი ეს. ავიღოთ აი აქ ეს ვარიანტი. და აი აქ ჩავაგდოთ add text ჯერ და მერე insert-დან picture menu ავირჩიოთ და აქ მაგ აი ესეთი რაღაც. ჩავაგდოთ აი აქ ეს. ოღონდ აქ ერთი პრობლემა არის ის, რომ ნახეთ, პრინციპში, ხო, დიდია ეს, ანუ ფონი აქვს დიდი აი ამ სურათს. ამიტომ, ნუ ესე იყოს ამჯერად, ოღონდ აქ ფონი წაუშალოთ, აი ფონი. ფონი წაუშალოთ ფორმატიდან no fill და აი, მივიღეთ აი ეს. ეხლა მოვნიშნოთ აი ეს alt-ით, კი არა და control-ით, აი და მოვნიშნოთ control-ს დავაჭიროთ, დაკოპირდება და წამოვა მეორე მხარეს აი აქ. აი ეს. ეხლა ამას არც ერთს არ უნდა ჩარჩო, მოვნიშნოთ ორივე. shift-ის დახმარებით, არა, shift-ი. გინდა control-ით, კი ბატონო, და გინდა shift-ით არ აქვს მნიშვნელობა და შევიდეთ აი აქ, ფორმატში და შემდეგ shape outline. Outline-დან მივცეთ no outline-დან, აი ნახეთ. უბრალოდ ესეც მოინიშნა, ამიტომ ამაზე პირიქით გვინდა შავი ხაზი, აი ეს outline. აი ეს. Control-ით მონიშნეთ, კი ბატონო. აი ეს. მივიღეთ დაახლოებით ის სურათი, რაც გქონდა აი აქ, აი ასეთ შემთხვევაში. დაახლოებით აი ეს. ნუ აქ სათაური, კი ბატონო, მუქი იყოს და თუ გნებავთ აი აქ რაღაც სხვა ისეთი სხვა. აი ნახეთ, ამაზე მარტივად იცვლება აი ლათინურზე რა. აი ესეთი ფორმა მივცეთ. შეგვიძლია ზომაშიც გავზარდოთ და ესეთი რაღაც გამოვა, ასე ვთქვათ, უფრო ღიარულ ნოტაზე. და მეორე მხარე გჭირდება ჩვენ, ესე იგი, უნდა გავაკეთოთ აი აქეთ. გაითიშება უკვე. კი, გაითიშება თავიდან შემო. თუ შეიძლება 1-2 წუთი რო შევისვენოთ, თუ გავაგზავნოთ პირდაპირ. კი ბატონო, 2 წუთი შევისვენოთ, არ არის პრობლემა. სანამ შემოვხოთ 2 წუთი კი გავა. ხო, აი მე ხლა აქეთ მხარე გჭირდება ჩვენ. იგივე, ესე იგი, ვარიანტია, შეგვიძლია პირდაპირ ტექსტი ჩავაკოპიროთ და მერე გავუკეთოთ ჩარჩო. შემდეგი, ესე იგი, ჩვენი ნაბიჯი არის აი ამ ჩარჩოს გაკეთება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს შეიძლება ჩვენ ტექსტი ჩავაკოპიროთ, მოდი გადავიდეთ საიტზე, რაღაც ტექსტის კოპია აღარ მაქვს. ესე იგი, პირველი ის რომ ჩვენ შეგვიძლია ტექსტი არასდროს ტექსტი არ ჩააკოპიროთ, მაგალითად აქედან, იმიტომ რომ ნახეთ ფორმატს იღებს მერე იმისას, რა ქვია, თვითონ იქ თეთრი ფონი და რაღაცები გადმოყვება. ჯობია რომ როგორც მაშინ ესე ჩავაკოპიროთ აი აქ. მაგრამ ესეთ შემთხვევაში ნახეთ ახლა ეს იმ შემთხვევაში, როცა ტექსტი მაგალითად თქვათ აი ქვემოთ გვაქვს სადღაც, ჩავაკოპირეთ და მერე როგორც თქვით, მოვნიშნავთ აი ამ ტექსტს. ძალიან და ჩარჩოს გავუკეთებთ აქედან outside border. აი ეს. მაგრამ ნახეთ, თუ ჩვენ აქ ფონს ჩავასხავთ, ნახეთ აქ ფონს ჩავასხავთ აი აქ.
ვთქვათ. ნუ ხო, ფონით შეგვიძლია ჩავასხათ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ აი ახლა ასეთ შემთხვევაში აი აქ ჩვენ გვჭირდება აი აქ ნაწილში ტექსტის სახო, აი აქ მხარეს. პირდაპირ დაკოპირებით თელ სიგრძეზე ჩავარდა ტექსტი, ხო? ნუ აქედან რა შეიძლება გავაკეთოთ? ის რომ ჩვენ შეგვიძლია აი აქედანვე ავიღოთ shape-ი და ესეთი რაღაცა გავაკეთოთ, მაგრამ უმჯობესია ამას ფონი უნდა მოხსნა და მთელი ამბებია, უმჯობესია აი აქ ავიღოთ insert-დან text box-ი და ეს text box-ი იგივეა, რაც აი აქედან პირველი. აი ეს პირველი shape-ებიდან ავიღოთ პირველი აი ეს ღილაკი. ეს იგივეა თქო, რაც აქედან წეხან გამოვიყენეთ text box-ი. აი ესე. აქეთ მხარეს ჩავსვათ. აი ესეთნაირად. მივცეთ ფორმატირება ზომებში. აი ესეთნაირად. ტექსტი თუ გნებავთ, ჩავამატოთ კიდეც აი აქ. აი ესე. და ეხლა ჩვენ გვინდა წვეტილი იყოს როგორც აი აქ ჩარჩო, ხო? კი ბატონო, გადავიდეთ აი ფორმატებში და პირველი ისო, მოდი, ცოტა ჯერ მივცეთ weight, ანუ სისქე, წონა, ცოტა სქელი იყოს აი ესე. და ამის შემდეგ აი აქ ისევ დაშიდიდან ავიღოთ აი ეს. აი მივიღეთ ის, რაც უნდა მიგვეღო აი აქ. ანუ აი ეს ვარიანტი. თითეული შეგვიძლია ზომებში გავზარდოთ, აი მოვნიშნოთ და შეგვიძლია აქედან ზომებში გავზარდოთ, რომ აი ეს. ამასაც მოვკიდეთ. რა მაინტერესებს? აი ხა მან სურათი რაც აკეთებ. მეორე მხარეს. რაღაც ფაილები თუ რაღაც რო ახატია, ეგენიც გადასატანი გვექნება ჩვენ? თუ ასე რო იყოს თავაფერი იქნება. როგორ ფაილები? მითხარით აბა რა ვერ მივხვდი? აი ის სურათი გახსენით ორი წამი თუ შეგიძლიათ. აი ეს ხო? აი აქ რო რაღაც ხო, ანუ სურათების შემოტანა იქნება, ხო, თქვათ ესეთი დავალება გქონდეს, ხო, მარტივად შეიძლება გაკეთდეს ეს. არა, კი, ანუ სურათები და მაქსიმალურად ეცადეთ, რომ მაქსიმალურად მიამგვანოთ, რასაც ვერ გააკეთებთ მე, აი აქ არ არის პრობლემა. მაგას გავაკეთებთ. აი ეს. შემდეგი ეტაპი ნახოთ რა არის. იგივე აქ დაახლოებით იგივე სურათია, რაც აქამდე უნდა გავაკეთებინა. ახლა მოდი ნახოთ სხვა საშუალებები და სხვა, აი მაგალითად სხვა დიზაინი. აი მაგალითად ვთქვათ, აი ესეთი რაღაც. ესეთი, იმიტომ რომ აქ ერთფეროვანია უკვე ყველაფერი რა. აი ამ სურათში. აბსოლუტურად ერთი და იგივე. მოდი ახლა აი ცოტა უფრო სხვა ვარიანტი გავაკეთოთ. აი ეს როგორ შემოვიტანოთ, აი ეს როგორ შემოვიტანოთ მაგალითად აი ეს ვარიანტი და ასე შემდეგ, ხო? ესენიც იგივე shape-ებიდან არის, აი ეს ახლა სამი განსხვავებულია, ვთქვათ, აი ეს და აი ეს ვარიანტი, ხო? ესეც shape-ებიდან არის სამივე. ანუ გავხსნათ Word-ის ფაილი და ვნახავთ, რომ აი აქ აი ტაბლა ჩამოვიდეთ და აი აქედან insert და აი აქ shape-ში არის დაბლა აი აქ ყველაფერი. აი მაგალითად აი აქ ის რაც გვინდოდა. აი მაგალითად აი ეს ან აი ეს მაგალითად ან იქ როგორი იყო, კიდე კონკრეტულად ნახოთ თუ გნებავთ. აი საიტზე იყო. აი რაღაც ვარსკვლავით და ასე შემდეგ რა. აქედან არის ეგ shape-ებიდან insert shape და ნახოთ აი აქ. აი თუნდაც აი ეს დაახლოებით მე მგონი ეს არის. აი ეს. და აქაც ტექსტის ჩასმა იგივეა, რაც აი მარჯვენა ღილაკიდან add ტექსტი. და შემდეგ უკვე Ctrl-V-ით ჩავსვათ. ნახეთ ახლა ფონი გადმოიტანა ამ ტექსტმა, ამიტომ გეუბნებით მე რომ მარჯვენა ღილაკიდან, აი მარჯვენა ღილაკს დავაწყაპუნოთ. და აქ პირდაპირ აი ამით ფონი გადმოიტანა. აი ჯობია ამით ჩავსვათ, ნახეთ, ბოლო, აი ფონის გარეშეა. მივხვდი? ეხლა ეს ტექსტი შეგიძლია ჩვენ მოვნიშნოთ აი აქ.
ტექსტი მოვნიშნოთ და ფერი შევუცვალოთ აი აქედან შავი ფერის, რომ ამას აქ მე მგონი ფონი არ აქვს ამ სურათიდან გამომდინარე. თეთრია. ამიტომ აქაც ფონი მოვხსნათ ფორმატიდან shape outline-დან no outline. მარტო ჩარჩო დარჩება. ჩარჩო მე მგონი ცოტა სკელი ჩარჩო აქვს, ხო? shape outline-ში აი აქ weight-ში გადავალთ და აი ესეთნაირად მივცემთ ჩარჩოს სისქეს. კაი, ნახოთ შემდეგი აი ესეთი რაღაც. აქაც ეს შეიძლება shape-დან გავაკეთოთ. Insert-ში, აქაც shape და მე მგონი დაახლოებით აი ეს უნდა იყოს წესით, აი ესეთი რაღაცა. აქაც ფონის გარეშეა. მარჯვენა ღილაკი Z და ამ შემდეგ add text. ტექსტი წავიდეს ზემოთ, იმიტომ რომ ნახეთ ახლა მე რო აქ ტექსტი ჩავსვა მარჯვენა ღილაკიდან და აი აქ. ტექსტი ზემოთ წავიდა. ყოველ შემთხვევაში თუ ტექსტი ზემოთ არ წავიდო და აი აქედან text align და top. აი აქედან tops მივცემდით და ზემოთ წავიდოდა ტექსტი. მოკლედ, აქაც ტექსტი მოვნიშნოთ, რომ მივცეთ შავი ფერი. და თვითონ ფონი არ გვინდა shape. და no fill. shape fill და no fill. აი ეს, უბრალოდ შავი კონტური უნდა იყოს, ამიტომ ჩამოვიდეთ და shape outline-ს შავზე გადავიდეთ. აი შავ ფერზე. და ცოტა თუნებავთ სისქეც ესეთი სისქე კონდეს და აი მივიღეთ ის, რაც უნდა მიგვეღო სურათიდან გამომდინარე. აი ეს. ასევე სხვა დამატებით, აი ეს მაგალითად ესეთი დამატებითი რაღაცეები, რაც თქვათ აი აქ შეგვხვდება მაგალითად უცხოთ. ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ shape-დან, ან Google-ში მოვძებნოთ აიკონები და იქედან შემოვიტანოთ. ეგეც არ არის ასე ვთქვათ რთული საქმე. ხო, აი ესეთი რაღაცები შეგვიძლია დავამატოთ ახლა იგივე სათაურად ტექსტის, ანუ ესე იგი პოსტის სათაურად. თქვათ აი აქ, ამ შემთხვევაში ეს იყოს პოსტის სათაური, ან თაბლა, ან შეგვიძლია ჩამოვიტანოთ თაბლაის და აქ ავიტანოთ ესა, აი გვინდოს პოსტის სათაურის თვის აი ესეთი ის არის, ხო? მე მგონი ესეთი იყო თუ არ ვცდები. აი ავიღოთ. გავავლოთ აი აქ. ოდნავ ეს სისქე. მარჯვენა ღილაკი Z, add text და აი აქ პოსტის სათაური. უბრალოდ აქ არ ყოფნის აი ეს ზემოთ და აი აქ აი ეს ლათინურად უნდა ჩამეწერა პოსტის სათაური. აი ეს აქაც შავი ფერი აქვს, ხო? და თეთრის აი ფონი აქ შეგვიძლია შენაუვია შავი ფერი აი ეს. როგორც იყო აქ მოცემული. ზუსტად ესეთი ეს არის გვინდოდა, არც ეგ არის პრობლემა, აქაც ერთ-ერთი თუ გვინდა. აქაც იგივე ნახოთ ჩამოვშალოთ და ნახოთ. ზუსტად იგივე შეგვიძლია მოვძებნოთ. აი ეს წესით ეს უნდა ყოფილიყო. აი ეგ თუნდაც აი აქ გავაკეთოთ ეს. აი ეს ის არის. იქნებოდა ამის ნაცვლად. ანუ ყველა ის საშუალებები არის მოკლედ რაც უნდა გამოგვეყენებინა მაგალითიდან გამომდინარე. ასევე ჩვენ თქვით რომ შეიძლება გამოყენებული იყოს დავალებაში და საგამოცდო ასე ვთქვათ დავალებაში იყოს ესეთი რაღაც ჩამატებული. ნახოთ. აი ბოლოში გვაქვს ადგილი მაგალითად აი insert-დან აი აქ smart art-ები. რა არის ეს smart art-ები? ნუ ესეთი რაღაც მოცემულია აი აქ
ნებისმიერს აირჩევ, აი წრიული, ესეთი იერარქიული და რაღაც ესეთი მატრიქსული და ნუ ესეთი მსგავსი რაღაცეები რა მოკლედ. ავირჩიოთ ერთ-ერთი მაგალითად აი ეს წრიული. ავირჩიოთ თქვათ აი ეს. ოკეი, ღილაკს დაწკაპუნებით ჩვენ მივიღებთ აი ესეთ რაღაცას. ჩამოვიტანოთ. ეს ცალ-ცალკე რაღაცეებია აი აქ. ამიტომ მთლიანად აი აქ სადღაც მოვკიდოთ ხელი. მაუსი როცა მიიღებს ესეთი ჯვრის ყოველი ისის მიმართულების ფორმას, ყოველი მხრიდან აი ესეთ ფორმას ვიმიღოთ, მოვკიდოთ ხელი, ჩამოვიტანოთ ქვემოთ. ან თუ არ წამოყვა, ნახეთ, აი არ მოყვება, ხო, ქვემოთ არ მოსრიალებს. ჩვენ ვიცით, რომ აი ამ დამატებით ღილაკიდან ამ layout option-ებიდან ერთ-ერთს ავირჩევთ აი აქ ქვემოთ და შემდეგ მოვკიდებთ ხელ და წამოვასრიალებთ. დავაპატარავთ კუთხიდან. ეხლა ვნახოთ რა არის აი ეს. ნუ მაგალითად აი აქ ტექსტი შეგვიძლია ჩავწეროთ. მაგალითად ჩვენი ფაკულტეტი ბუღალტერია, რასაც ვსწავლობთ მაგალითად ანუ კავკასიონი ან რა გააჩნიათ თემას, რისთვის გვინდა აი ეს. მაგალითად კავკასიონი კოლეჯი, ხო? მაგალითად აი რა ფაკულტეტებია სიტყვაზე ამ თქვენ პროფესიაში რა საგნებს სწავლობთ და ასე შემდეგ არ აქვს მნიშვნელობა მაგალითად კომპიუტერული პროგრამები. კი ბატონო, აი ესე შეგვიძლია გავადიდოთ აი აქ კუთხიდან. ანუ დეფორმაცია მივცეთ. ნუ რაღაც ბუღალტერია. მაგალითად აი აქეთ ინგლისური. ანუ თემას გააჩნია რაზე აკეთებ ასე ვთქვათ. მას რა ქვია? რაღაც ქართული ან მათემატიკა. ან რაღაც ესეთი, ხო? თემას გააჩნია რაზე აკეთებ ასე ვთქვათ პრეზენტაციას. შეგვიძლია დავამატოთ ესეთი რაღაცები იქნება დავალებაში, საგამოსტო დავალებაში. შეგვიძლია დავამატოთ. ამისთვის ჩვენ გვიტყვით რომ რასაც ავირჩევთ აი აქ მსგავს რაღაცებზე არის დამატებითი მენიუ აქვს შექმნილი. აი მაგალითად design menu. სადაც აი მარჯვნივ არის add shape. ეხლა ნახეთ რა ხდება. ბოლო მე რა მაქვს მონიშნული. აი მაგალითად აი ნახეთ აქ ეხლა ჯერ არ არის აქტიური არაფერი. რატო? იმიტომ რომ უნდა მოვნიშნოთ ერთ-ერთი რომელიღაცა ეს მოვნიშნოთ. ეხლა ნახეთ რა ხდება. add shape. მეუბნება რომ after to before, ანუ ამის წინ დავამატო თუ ამის უკან. თუ არ მაქვს მნიშვნელობა მაგალითად ამის შემდეგ ან ამის უკან before. დაემატება აი აქ უკან. და რაღაც ჩაამატებ მაგალითად ქართული. და ასე შემდეგ, ანუ შეგიძლია აი აქ ეს გადაამრავლო როგორც გინდა და დაამატო აი ესეთი. გრაფა რო ერთ ფორმის მივიღოთ, ეგ როგორ შეიძლება? როგორ ერთი. ეს ახლა მე გავადიდე თორე უბრალოდ შეგიძლია ყველა აი ესე, აჰა. აი ესეთ რაღაც ფორმატირება მისცე აი ამას. უბრალოდ ეს ახლა მე გავადიდე იმისთვის, რომ ტექსტი არ ეტეოდა. და ესეთნაირად რამ ასე ვთქვათ, აი აქ მერე სტილებია უკვე ნახე. შეგიძლია აქ გადახვიდე სტილები აირჩიო, თუ ესეთი რაღაცა სტილი მოგწონს. აი ესეთი რაღაც სტილი მოგწონს და ასე შემდეგ რა, აქედან აირჩევ როგორიც გინდა. აი ესეთი რაღაც. და ასე შემდეგ რა. ნუ ეხა ესენი ჩვენ ჩავსვათ ხო მაინც დავალებებში? კი, აი ეს ფერადი რაღაცები და ასე შემდეგ. ანუ ეს გააფორმოთ ისე როგორც თქვენ მოგწონთ. ჩემი ვორდი ძველია და ხო იქნება იქაც კი, იქნება, კი. ვერ განვაახლე იმ დღეს რა ვიწვალეთ. არა, უბრალოდ ამოშალე და ახალი გადმოწერე ფაილჯიდან არის 19 ვერსია 2019 წლის. და გადმოწერე ჩვეულები აინსტალირე და ანუ ჯერ ძველი უნდა ამოშალო რა. ისე ვერ ჩაიწერე. კი ვიცი. კონტროლ პანელიდან იცი ამოშლა? კი. ხო, თუ კონტროლ პანელიდან არ ამოშალე, ისე ვერ წაშლი რა. ისე დესკტოპიდან წაიშლება მაგრამ. ხო, აი აქედან, აი პროგრამს აი აქედან. უნდა მოძებნო აი აქ Word-ი, შემდეგ მასზე მარჯვენა ღილაკი დააწყაბო. ახლა ამ შემთხვევაში Word-ი მე მაქვს აი აქ არის Microsoft-ის პროგრამები და მოძებნი აი აქ Microsoft-ის პროგრამებს, Word-ს და ასე შემდეგ და მარჯვენა ღილაკს დააჭერ Z, რომელი პროგრამაც გინდა მოკლედ წაშალო აქედან, აი მარჯვენა ღილაკი Z და uninstall, ან მონიშნე უბრალოდ და uninstall. და აქედან წაი, თუ აქედან არ წაშალე, ისე არ წაიშლება და ბუნებრივია ახალ პროგრამას ვერ ჩაწერ. მე მეთქი ახლა რო წავშალო და ისიც არ გადმოიწეროს თქო და დავანებეთ. არა, ჯერ გადმოწერე, ფაილჯიდან გადმოწერე და მერე წაშალე და მერე ინსტალაცია გააკეთე. ხო, ნუ ესეთი რაღაცა. შემდეგ უკვე აქ რა ვიცი, ბევრი რაღაცა შეგიძლია დაამატოთ კიდე მაგალითად. ანუ მესამე გრაფა რო ამაში ეგრე შევედით, ხო?
პროგრამა. Insint და Desi. ესა? ხო. ესეც ყველა ეს ხო ეს არის insert-დან აი აქ, smart art-ები. ასაგებ. აი ეს არის smart art-ი აქედან და მე ახლა წრიული ავირჩია, თქვენ შეგიძლიათ რომ იერარქიული შეგიძლიათ და ასე შემდეგ, რომელიც გინდათ აირჩიოთ. ხო, ასევე კი ბატონო, მე ჩვენ ბოლოს აქ განვიხილეთ სიმბოლოების ჩასმა, ხო? ხო გაჩვენეთ სიმბოლოები აი ეს ტელეფონის და რაღაცეები, ეს ამათი ჩასმა. ანუ თუ რაღაცა დოკუმენტს მაგალითად უთითებთ და ტელეფონი გვინდა მიუთითოთ და ასე შემდეგ, მოდი ეს ცოტა დავაპატარავოთ. ზემოთ წავიღოთ. კლავიატურის სისწრებითაც შეგიძლიათ ეს გადაადგილოთ. აი ესეთნაირად. და აქ შეგვიძლია ესეთი რამე გავაკეთოთ, აი რაღაც დოკუმენტის ბოლოში. მე შემიძლია insert-დან აი გადავიდე სიმბოლოებში და თუ ესენი აქ არ არის თქვა ტელეფონი და ელფოსტა და რაღაცები, more სიმბოლოში გადავიდე. და სტანდარტულად ეს შეიძლება იყოს ესეთნაირად, ნახეთ. მაგაზე ფერი რომ თუ შეგვიძლია? გაჩვენებთ მაგასაც აი აქ. რამდენი რაღაც ყოფილა თუ მე ვორჩიდა. კი, აი ახლა ესეთი რაღაცა იქნება, ხო? მე მინდა აქ მიუთითოთ ჩემი ტელეფონის ნომერი, მეილი და ასე შემდეგ, ხო? ჩამოვალ აი აქ winding-ი და webding-ია ძირთადად აი ბოლოსკენ ან დუბლოზე გადადით ლათინურზე და დუბლოზე დააჭირეთ, აი windings, W-ზე, windings. თუ აქ არ არის winding-ში ისეთი რაც ჩვენ გვინდა, ჩამოვშლით ამას. და webding. აი მაგალითად ტელეფონის აიკონი insert ჩაჯდა აი აქ, ხო? შემდეგ ისა აი ტელეფონს ჯერ მოვნიშნავთ, ჩვეულებრივ რომ გავადიდებთ, როგორც shift ისე დიდდება ჩვეულებრივ სიმბოლოები, აი ეს. გავადიდოთ მაგალითად აი 16, ესე და მივაწერთ მაგალითად ტელეფონის ნომერს, ხო? აი ესე. შემდეგ რა შეგვიძლია კიდე შევიდეთ სიმბოლოებში. ისე on insert-ში. სიმბოლოებში, აი მეილი თუ აქ არ არის კიდე ერთხელ აღჟე more სიმბოლოში გადახვალთ. მოძებნით windings ან webdings და აი აქ მეილი აქ ნახოთ. ხო, თუ აქ არ არის, თქვა სიტყვაზე მეილი webding-ი. windings 2 და ასე შემდეგ, აი აქ იქნება მსგავსი სიმბოლოები. აი აქედან უნდა მოძებნოთ რა. აი აქ ან windings 1-ში იქნება, ან windings 2-ში, ხო? აი აქ მოძებნი. აი message insert. ჩასვამთ თქვენ message-ს მაგალითად. აი ესე. და სხვა დანარჩენი აი web გვერდი მაგალითად აი ესეთი რაღაცა შეგიძლია ჩასვა. რომდეს ცოტა ქვემოთ. ეს დავხუროთ თქვა აღარ გჭირდება მეტი. აი ესე. აი ნახეთ ეს თვითონ ახან მეილია თვითონ მიეთითა ლინკის ისა. მოდი ეს ერთ გვერდზე რომ დავტიოთ, მოდი ესეთი რაღაცები ცოტა დავაპატარავოთ. აი ესე. ესეთ ზემოთ ავწიოთ. და აქაც მოდი გამოვყოთ სივრცე. ეს მოვწიოთ თაბით შემოვწიოთ შიგნით, თაბღილაკით და აი აქ მაგალითად ვებ გვერდი მიუთითოთ, ხო, რაღაც კავკასიონი წერტილი რაღაც edu.com.g რაღაც ეგეთი ვერდი. უნდა აი აქ ახლა ნახეთ ეს ქვემოთ რომ ჩამოვიდე ახლა. აბა ნახოთ ესეთი რაღაცა მიუთითოთ. აი ესეთი რაღაც. და ნახოთ აი აქ. კიდე გავდივ. აი ესე. მიუთითეთ ვებ გვერდიც, ხო? აქედან გამომდინარე, ეხლა მე
შემიძლია თუნდაც ეხლა ნახეთ ეს ვებგვერდი ესე შემიძლია მიუთითო, მაგრამ ვებგვერდის მითითება თუ არ ვცდები ჩვენ კიდე ნახეთ შემდეგნაირად. ნახეთ ლინკი როგორ მიუთითოთ. ეს ერთი ვარიანტი, ეხლა რა განსხვავება არის აი ამ ლინკ შორის, ნახეთ. მე რო ლინკი მიუთითო, აქ არის ესეთი რაღაცა. ნახეთ. Insert-ებში არის ჰიპერლინკები, ნახეთ, აი ლინკი. აი ლინკს დავაწვევი. გამოდის ესეთი ფანჯარა და მე აქ მიუთითებ, ნახეთ. დილი კავკასიონი, ხო? კავკასიონი წერტილი ედო წერტილი G. ნუ თავარი სწორად მიუთითოთ. ოკეი, ღილაკს დავაწვევი და ნახეთ, აი ეს, აი ნახეთ, უკვე ლინკის სახით ჩავარდა, იმიტომ რომ HTTP თუ არ მიუთითე, ისე არ გამოვა. ეხლა აქაც რო ჩავსვამე HTTP, ნახეთ, HTTP ორი წერტილი და ორი დახრილი ხაზი, ეს იგივე გამოვა, რაც ეხლა მე ეს გავაკეთე. თუმცა ეს ჰიპერლინკი ამან ჩასვა მოკლედ იქედან რა, ეს ჰიპერლინკს აკეთებს რა, აი ეს insert-დან აი ეს ლინკი თვითონ აკეთებს ეს ლინკს. ეხლა ამაზე მე შემიძლია დავაწვე და აქედანვე გადავიდე ვებგვერდზე. ოღონდ ნახე რა ხდება. მეუბნება რომ კონტროლს დააწექიო. აი კონტროლს დავაწექი, ნახეთ მაუსი გარდაიქმნა ხელის ფორმად, შემდეგ დავაწვევი აი აქ და გადავალ ლინკზე. აი ნახეთ. უნდა გადავიდეს ახლა ამ საიტზე. თუ სწორად ჩაწერე ოღონდ აი გადავიდა ჩვენს კოლეჯის საიტზე. ანუ ჩვენ რო რაღაცას აგზანი დოკუმენტს, ხო? საქმე იმაშია, რომ ლინკს თუ მიუთითებ სწორად, პირდაპირ გადავა იმ ლინკზე, რაც იქნება დოკუმენტში მითითებული. ეხლა ეს მიუთითეთ ჩვენ ლინკი, მაგრამ ნახეთ Word-ის სახით ზოგადად დოკუმენტი და მე გითხარით რომ CV და ასე შემდეგ Word-ის სახით უკვე ძალიან ისეთი ვარიანტია რომ გადააგზავნო, ამიტომ შეგიძლია შევინახოთ ეს PDF ფაილში. ახლა რა განსხვავება არის მაგალითად PDF ფაილის შენახვასა და ამას შორის, აი ვნახოთ. მოდი შევინახოთ ეს როგორც PDF-ი. ეს იქნება ფაილ save as ბრაუზერიდან მიუთითოთ ან დესკტოპი ან რაღაც გავსე დესკტოპი და ახლა თუ save-ს მიუთითებთ პირდაპირ შეინახავს როგორც Word-ის ფაილი. რომ აქ არის შენახული საერთო ტიპში მითითებული Word docs გაფართოებით. მაგრამ თუ ჩამოვშლით აი აქ და მიუთითებთ PDF-ს და save-ს მიგცემთ. ნახეთ ეს გაიხსნება როგორც PDF ფაილი ახლა პირდაპირ. ნახეთ ეს გაჩვენეთ მეც PDF ფაილი შენახვა. ეს არის PDF ფაილი. აი ესეთი რაღაც. აი აქ უკვე ეხლა ლინკში აქ პირდაპირ გადახვალ ისე რომ არ დაგჭირდება კონტროლზე აი პირდაპირ დააწვევი hello ამ დათანხმებას მისწევა აქ და პირდაპირ გადავა ასე ვთქვათ საიტზე და აი აქედან უკვე Word-დან უნდა აი control relax-ზე დაჭერა. ეხლა ეს PDF-ია. აი Word-ს თუ გახსნი Word-ის დოკუმენტს აქ თვითონ გიჩვენებს რომ აი კონტროლს დააწექით და შეინახე. მოკლედ, ესე იგი მივიღეთ რაღაც ესეთი დოკუმენტი, აქაც ჩარჩოები შეგიძლიათ მე უკვე მოვხსნათ. Shape outline-ში, აი no outline. ჩარჩო აღარ აქვს, აქაც no outline მიუთითოთ. და აი ნახეთ. ეხლა ეგ მე საიტი კი არა, ეგ ის არა პროგრამა PDF-ი. PDF Acrobat Reader-ია ესა. Acrobat Reader-ი გადმოწერეთ. და ან აი ესეთი საიტს ვიყენებ ხოლმე მე გაჩვენებთ მაგაცაც აი აქ. არის ესეთი საიტი ninite.com. უბრალოდ აქ საოფისე პროგრამები არ არის, თორე დანარჩენად ბევრი პროგრამებია რა. და აქედან მონიშნეთ რომელიც გინდათ აგრეთვე ეს არის, რა ქვია, ბრაუზერებია. აქ რაღაც Zoom-ები, Skype-ი და რაღაცეები და მათ შორის არის რაც მე მაქვს ახლა გადმოწერილი აი ეს Fox Reader-ი. აი აქ მონიშნეთ რომელიც გინდათ რომ გადმოწეროთ პროგრამები და ანუ Fox Reader-ი რა არის?
ეგ არის რა, PDF reader-ი. Foxit reader. და აი აქ რომ კი, აი ამაში ვხსნი ახლა ეს პროგრამა მოგდა, აქ რო გაიხსნება PDF-ის ვარიანტია რა. აქ რომელსაც მონიშნავთ, ეს აუცილებელია ვინ რარები და მსგავსი რაღაცეები გქონესთ კომპიუტერში ჩაწერილი მაინც და შემდეგ აი get your ninnites დააწვევი და მოგცემს links. იმ links-ზე დააწყაპუნებ ორჯერ სწრაფად და ჩვეულებრივ გადმოიწერება ის პროგრამები, რასაც თქვენ მონიშნავთ. ან Google-ში მოძებნეთ Acrobat Reader-ი ქვია მაგას, აი Google-ში გადადით. და აქედან აი ეს Acrobat Reader. ეხლა რა საიტი მითხარით, ახალი Word-ი რო გადმოწერო? File.g არის ეგ. File.g. ხო, ეს მე გაჩვენეთ თქვენ file.g. ან რა ვიცი Google-დან შეგიძლია გადმოწეროთ, მაგრამ მე ამას ვიყენებ, ხოლმე მარტივად არის ძალიან. აი აქ Office საკრიბავ, Office-ი. და აი აქ ვემოთ ჩამოყვებით და არის 2019 წლის აი საოფისე პროგრამები, ახლა 2013-ით შეგიძლია გადმოწეროთ თუ ამაზე ძველი გაქვთ. და თუ 2019 ხა. ხო, ძალიან ძველია, გადმოწერე 2013 ან ნუ ხა 2019-ს ვერ დააყენებ და რაღაც ეს Windows 10 თუ არა გაქვთ, მე მგონი 2019. Windows რომელი მოხსეს წამონახო. ნუ 2013 ვამბობდით რომ 2010 ძველია და რაღაცები მაინც არ არის რეკომენდირებული რა 2013-დან ზემოთ მაინც უნდა გქონდეთ 2019 არის აქ რო კი როგორ არა 19-იც როგორ არ არის ეხან არ ნახეთ ნახო რომელი Windows-ი მაქვს ორ შემთხვევაში ნახეთ აი აქ ახლა 2019 მაქვს გახსნილი უბრალოდ რუსული ვერსიაა ესა ხო ეხლა მოდი ამას სათაურს მოვაკოპირებ სათაურს და აი აქ ძებნაში ჩავაგდებ გეუბნებით ეს არ არის აუცილებელი ფაილჯიდან გადმოწეროთ უბრალოდ მე რატომღაც აქედან მიადვილდება თორე შეგიძლიათ Google-ში მოძებნოთ ჩვეულებრივ და Google-დან ვერ გადმოვწერე ხო აი ნახოთ კი ბატონო ახლა აი ეს რუსული ვერსია არ გინდათ აი 19 წლის რაც მე მაქვს დაყენებული აი ეს ვერსია და ხო არა კი ბატონო აგერ მითითებული აქვს რომ 7-ზეც მინით 8-ზე და 10-ზე აი აქ კი მაქვს მე მგონი 8 ხო ნუ 8 და ნუ ხო არ არის მე მგონი პრობლემა რომ ჩვეულებრივ აი პლატფორმა ოპერაციული სისტემების არის აი 7 8 და ნუ 10 როგორც 86 ისე 60 ნუ უნივერსალურია რა დიდიც არ უნდა იყოს რაღაც 2 გიგაბაიტზე ცოტა მეტია და აი აქედან გადმოსაწერად აი დააწეკით აი ამ links და აქედან უკვე შეგიძლიათ მისცეთ გადმოწერა იმის მიხედვით რომელი Windows-ი გაქვთ. ახლა ეგეც უნდა გაარჩიოთ რა. იქ წერი ახლა როგორ ნახო მე რომელი Windows კომპიუტერზე My კომპიუტერის properties-ზე My კომპიუტერზე მარჯვენა ღილაკზე დააწეკით და შემდეგ properties. იქ გამოსულ მენიუში იქნება რომელი Windows-ი გაქვს. ნახეთ? ვერ ნახეთ? ერთი წამი ვნახავ ახლა. აი გაჩვენებთ მაინც ნახეთ My შეხედეთ ერთი წამით შეხედეთ My კომპიუტერზე აი აქ მარჯვენა ღილაკი properties და აი აქედან ნახეთ Windows 10 მაქვს მე და აი აქ სისტემის ტიპი 64-იანი 64 ბიტიანი ოპერაციული სისტემა მიყენია თუ წერია აქ 32-იანი ან 86 ერთი და იგივეა მაშინ უნდა გადმოწეროთ თქვენ მე ხლა ამ შემთხვევაში 64 ბიტიანია ჩემი ხო, მაშინ თქვენ გადმოწერთ ესეთ აი ამას. აი ამ 64 ბიტიანს. თუ 32 წერი. მე წერია რომ აი აქ Windows 7-ზეც მიდის აი Windows 7. და თუ ვერ დაინსტალირე, მაშინ 2013 ან სხვა რაღაცა გადმოწერე რა 2016. და ვისაც 32-იანი უყენია, აი ამას გადმოწერს აი აქ. გადმოწერთ აი ამას. იმიტომ რომ არის ნიუანსები და რაღაცები, რომელიც აი მაგალითად 2010 წლის აი ამ საოფისე პროგრამებზე არ არის მაინდამაინც რეკომენდირებული რომ იქ ისწავლოთ რა. მოგეთ ეს კი ბატონო, გააქვთ რამე შეკითხვები კიდე რაც ეს გავაკეთე ჩვენ ამასთან დაკავშირებით?
თუ რამე შეკითხვები გაქვთ, კი ბატონო, თუ არა და ესე იგი გაჩვენეთ როგორ შეიძლება PDF-ში შეინახოთ, ვნახეთ როგორ შეიძლება მაგალითად აი აქ აი ეს დამატებითი საშუალებები, სიმბოლოები, როგორ ჩავამატოთ და ნუ პრინციპში აქ ტექსტ ბოქსები ვნახეთ, რომელიც საკმაოდ ისეთი მოსახერხებელი არის აი ამ ყველაფრის გასაკეთებლად და პლუს ვნახეთ კიდე შეიფებიდან დამატებით რაღაც საშუალებები. კიდევ რა საშუალებებია Word-ში ბარემ ეგეც გავაკეთოთ, ანუ ნახეთ, აი თუ გინახავთ თქვენ ბანკიდან რაღაც ქვითარს რო გაძლევენ და იქ შიგნით აწერია, თვითონ შიგნით აი კოპირებულია და მსგავსი რაღაცები. აი ნახეთ, რაზე მაქვს საუბარი. ან რო არ გაყალბდეს ან რაღაც მსგავსი იმისთვის გამოიყენება რა. Insert-იდან კერდა აი აქ ნახოთ. დიზაინიდან აქ არის ესეთი რაღაც. watermark, ანუ წყლის ნიშანი. ნახეთ. მაგალითად აი ესეთი რაღაც do not copy. აი ეს ჩაეწერება სადღაც აი აქ. ხედავთ ახლა აი ნახეთ. აი აქ. სად არის? ასევე შემიძლია ეს ამის რედაქტირება, მაგალითად აი აქ. ასე რატო ვერ გააყალბებენ? აი შიგნით აი ნახეთ როგორ არის ახლა ეს შემიძლია მე აქ ტექსტი წავშალო რაღაცეები ნუ ხა ამის გაყალბება როგორ არის Photoshop-ში დაამუშავებ ამას საერთოდ წაშლი აი ამ ფონს რა პრობლემაა მაგრამ ნუ მაინც ესეთი რაღაცა არსებობს აი აქ აი ნახეთ მაგალითად მე შემიძლია ესეთი რაღაც ანუ ისეთი ახლა ესეთი რაღაცას მარტივ რაღაცას კი გააყალბებენ მაგრამ მე თუ ნახეთ ესეთ რაღაცას გავაკეთებ სურათი შემიძლია ჩავსვა უკან ფონზე მიხვდით მოდი ჯერ ეს დავამუშავოთ აი custom watermark მე შემიძლია აი აქ მივცე ესეთი რაღაცა ჩემი თქვა ქართულად თუ წაიკითხავს აი ნახეთ რაღაც ტექსტი ასლი ესეთი რაღაცა მინდა აი ნახეთ ქართულად ასლი ჩაეწერა ახლა კიდევ უფრო მუქად შემიძლია გავაკეთო ეს ყველაფერი აი აქ კოლორებში მივუთითო რომ შავი ფერი იყოს apply და აი ნახეთ უფრო მუქად გამოჩნდა მიხვდით ასევე მე შემიძლია ნახეთ აი აქ picture შემოვიტანო სურათი ავირჩიო აქედან სურათი რაღაც სურათი ავირჩიო მაგალითად თუნდაც აი ეს ისევ apply და ახლა ამას ძალიან ნაკლებად მოხდება ამის გაყალბება ახლა სურათის ხო სურათის მსგავსი რაღაცის გაკეთება სურათის წაშლა ფონიდან და ასე შემდეგ თუ კი ვიცით რომ მაგალითად მე სულ სურათს ვიყენებ ასე ვთქვათ აი წყლის ნიშნის თვის აი apply და აი რატომ არ ჩერდება მოდი სხვა სურათი ავირჩიოთ მოდი გადავიდეთ აი აქ ჩვენ ესეც გავაკეთოთ მაინც ხო? კი, ანუ თქვენ ვიდეოს რო გავყვებით, რასაც გავაკეთებთ, ყველაფერი გავაკეთეთ აი აქ. აი, მოდი ავიღოთ რაღაც სურათი. აი, რაღაც ესეთი სურათი ავიღოთ. აი. რაღაც დიდია მე მგონი და მაგიტო რაღაც ვერ აკეთებს. აი, ნახეთ. აი, სურათი დაედო. ქვეშ. აი. შემიძლია ნუ ესეთი რაღაცა გავაკეთო ასე ვთქვა და ასე შემდეგ რა. მოკლედ რო ვიცოდეთ მაინც წყლის ნიშნის გამოყენების შინაარსი. ან ტექსტი სტანდარტულად აი აქ. ასლი. ან რაღაც დოკუმენტის ასლი სიტყვაზე. დოკუმენტის ასლი ხო? ოკეი. რაც გაბუნებით აი მივიღეთ აი დოკუმენტის ასლი წარწერა მთელ ფურცელზე ეს მეორე გვერდზეც ეს იქნება ნახეთ აი რამდენი გვერდიც არ უნდა იყოს ავტომატურად გადაყვება აი ეს წყლის ნიშანი ყველა ასე ვთქვათ გვერდს აი ესე მიყევით მაგენით რა ქვია თუ ესეთი დოკუმენტი იქნება მეცადეთ რომ ერთ გვერდზე დაატიოთ ანუ რის იმზე რომ აი მაგალითად რაღაც აი ეს ოდნავ შეამციროთ სიმაღლეში შემდეგ ოდნავ შეეცადოთ აწიოთ ზემოთ იგივე ესეც ანუ შეეცადეთ რომ მაქსიმალურად აი ესე ეს გამოიყენოთ რა ეს შემჭიდროვება აქ თუ რაღაცა ეს დააპატარაოთ კიდე თუ კი შესაძლებელია ეს ოდნავ ზემოთ ასწიოთ აი ეს და აი აქ ნახეთ ახლა არის სივრცე ხო
backspace-ზე დაწყაპუნებით ან delay-ზე დაწყაპუნებით აი ზემოთ აიწევს, ნახეთ? და უკვე ეგ ზემოთ ამოვიდა ესეც. აქ ცოტა ოდნავ ჩამოვწიოთ, არის მაგის საშუალება და მე საბოლოო ჯამში ზემოთ ავწიოთ. ეხლა ნახეთ აი ეგ სივრცეა, ხო? ჩავაწყაპუნებ აი აქ და backspace-ზე დაწყაპუნებით აი სივრცეც წავშალი, ასე ვთქვათ და ზემოთ ამოვიწია. აი ერთ გვერდზე დაეტია მთლიანად ასე ვთქვათ ეს დოკუმენტი. აქედანაც უკვე ახლა დიზაინში გადავიდეთ, აქედანაც შეგვიძლია მთლიანად page color-ი, ანუ გვერდს შევუცვალოთ აი ესეთი ფონი მივცეთ თუ ეს, რა ვიცი, თქვენთვის ესე უფრო მოსახერხებელი თუ ლამაზი თუ რა ვიცი როგორ იქნება, მის მიხედვით შეგიძლიათ აი აქედან. ან საერთოდ no color-ი მისცეთ და აი page border-ი შეგიძლიათ შეცვალოთ აი ეს აქედან სტილი თუ არ მოგწონთ. საერთოდ აქ სხვა რაღაცა გავუკეთოთ, ან ნებისმიერ რაღაცა ავიღოთ, აი ესეთი რაღაც. აი ესეთი რაღაცა ავიღოთ. ან აქ არტებში ბევრი საინტერესო რაღაც არის და საბოლოო ჯამში აქაც რა ვიცი რაღაც ესეთები. ნებისმიერ რაღაც შეიძლება აიღოთ, მოკლედ რა. მივხვდით? აი ამისთვის. ესეც რომ მიცოდეთ. აქედან რა საშუალებები არსებობს. და ნუ ეს თემები მე აქ ამას ჩვენ ვისწავლით კიდე ამ თემების და დიზაინების გამოყენებას მაგალითად PowerPoint. და თუ შეგიძლიათ რომ ეს მაინც დასკვნოთ და გამოგზავნოთ რომ დაახლოებით იმის მიხედვით გავაკეთოთ. კი ბატონო, თუ არა და ეს ხო არის გაკეთებული იმაში ვიდეოში საბოლოოდ ბოლოსკენ რომ გადაახვენ ვიდეოს თუ არა და კი ბატონო დავსკრინებ და გადმოგიგზავნით, არ არის პრობლემა. კარგით, მოკლედ თუ რამე შეკითხვები გაქვთ, შეგიძლიათ მკითხოთ და ბარემ აქვე დავამუშავოთ მოკლედ აი ეს საკითხი. კიდე ერთხელ რამე თუ რამე შეკითხვა გაქვთ. თუ არა და მოდი ესეც მოდი სხვა სახით დავამატოთ აი აქ smart art-ები. მაინდა მეც რაღაც არ მომწონს. და ფორმატში გადავიდეთ, კი არა, დიზაინში და აი აქედან რაღაც ესეთი გავაკეთოთ. აი ეს. კეთილი, თუ რამე შეკითხვები არაფერი გაქვთ, მაშინ დაგემშვიდობებით და დავალებებს ველოდები. ყველასგან ველოდები დავალებებს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს გამოგადგებათ და დაგეხმარებათ გამოცდების მარტივად ჩაბარებაში, ვინც ყოველთვიურად და სისტემატურად აგზავნეს ამ დავალებებს, რა თქმა უნდა, მეტად უფრო მსუბუქად ჩაუტარდება გამოცდები.